რომ ეს ყველაფერი დასრულდეს ისე, რომ მოსახლეობას არ შეექმნას არანაირი საფრთხე. ჩვენთვის მშვიდობა იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ისეთივე სერიოზული ამოცანა, როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე და არ უნდა მივცეთ საშუალება არავის არც ადგილობრივ პროვოკატორებს და არც ვინმე უცხოძალას, რომ აქ კონფლიქტის ესკალაციით კიდევ უფრო გაართულოს ვითარება. ჩვენ მთავრობა იღებს ყველა ზომას ამემართულებით საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან სამწუხაროა რაც ხდება ადგილზე, თუმცა ჩვენ იმედს გამოვთქვავთ, რომ ისევ და ისევ პოლიტიკური დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს ვითარება და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ არ უნდა დაუშვათ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ესკალაცია მოვლენების. აფხაზეთში შექმნილი ვითარება არის ძალიან სახიფათო საქართველოსთვის, არის სიმპტომები იმისა, რომ მოვლენები ვითარდება ყირიმის სცენარით. საგანგაშოა ის, რომ არანაირ აქტივობას საქართველოს მთავრობა არ იჩენს და ამ აბსურდის კულმინაცია არის ის, რომ ეს საკითხი მიყავს საქართველოს მთავრობაში ვახტანგ ყოლბაიას, რომელიც იყო ბურჯანაძის, ანუ კოლაბორაციონისტული ძალის ერთ-ერთი ლიდერი და თავის დროზე იყო რაიკომის მდივანი. ძალიან მაღალი ალბათობით რუსეთიდან პროვოცირებული არ არის. მე ვთვლი, რომ ადგილობრივი ძალების მიერ არის პროვოცირებული. აი რუსეთმა უკვე შემდგომ ეტაპზე შეიძლება სიტუაცია გამოიყენოს. მე ვთვლი, რომ ორი ვარიანტია. რუსეთს ლოგიკით არ უნდა წესით არ უნდა აწყობდეს დღეს ახლა ახალი აურზაური აფხაზეთში და ახალი მაიდანი ასე ვთქვათ. დონეცკისთვის ვერ მოუვლია. მაგრამ თუ თქვათ მიღებული იქნა მაღალ დონეზე გადაწყვეტილება, შესაძლებელია გამოიყენონ აფხაზეთის თემა შანტაჟისათვის საქართველოზე.